გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და კრისტალბეტის ახალი გათამაშება, რომელიც რასაკვირველი ეძღვება მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც უკვე დაიწყო. ჩვენს ახალ გათამაშებას ქვია მსოფლიოს ჩემპიონი. აი ესე მარტივად და გასაგებად. არაჩვეულებრივი სახელი. წესებს გეტყვით, მარიამი პრინციპში, მაგრამ 10 ავტომობილი თამაშდება გეტყვით და ფულადი პრიზები. მე ამას გეტყვით და წავალ დავიწყე. კი ბატონო, და ტრადიციულად გათამაშდება 5000 ლარი, 10000 ლარი და დღეს ამ გათამაშებაში გათამაშდება Toyota Prado. მე მიყურე მე. Toyota Prado. ბილეთების დაგროვება ძალიან მარტივია, 20 ლარიანი დეპოზიტი უდრის 1 ბილეთს და 5 ლარიანი ფსონის სპორტზე უდრის ასევე 1 ბილეთს და სწორედ აი ამ მითი მოგროვებული ბილეთები არის დღეს აი ამ დოლარში წარმოდგენილი. გავათამაშებთ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ 5000 ლარს, 10000 ლარს და საბოლოო ჯამში აი ამ ბრწყინვალე ავტომობილ Toyota Prado-ს. შემდეგ გათამაშებებში უკვე სხვა ავტომობილები იქნება და ახლა ამოვიღებ პირველ ნომერს, რომელიც პატრონიც გახდება 5000 ლარის. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს გამოგადგებათ ნებისმიერი თანხა, ბევრი ლუდი, ბევრი ამბავი გაგება და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ავტომობილი რაც მთავარია, რა თქმა უნდა. ავტომობილი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს არა, ცხოვრებაში გამოგადგება. ეგ ცხოვრებაში კი. აი ჩემპიონატის დროსაც აი მეგობრებთან ერთად რომ მოგინდეთ წასვლა, სანახავად ყველას, ბევრს ჩაატებთ, ბევრ ადამიანს და მეგობრებთან ერთად სიმღერად. თავარი ალკოჰოლი არ დალია. რაო? თავარი ვინც საჭესთან იჯდება, იმან არ უნდა დალიოს. ეგ ნამდვილად ეგრეა. საჭესთან არა. მაგას რა თქმა უნდა ლაპარაკი უნდა, არ უნდა. აი, დავიწყოთ მაშინ. 5 8 8 2 5 2 ბოლოს ამ ციფრს არ ვასახელებ. სანამ არ ავკრიფავ იმ ბოლოს ამ ციფრს არ თქვა ეგ, იმიტომ რომ მერევა. მერე ვთქვა ხოლმე, კარგი მაშინ. მოითმინე რა, ან წინას წართხი. ზარი გადის რაც თავარია. თავარი ეგ არ არის, თავარია პაზარის. გაუმარჯოს. გამარჯობა. როგორ ახარ პატუძემულო? Normal. როგორა? Normal. ნორმალ? ქართული იცი? ქართული იცი? არ ვიცი. როგორ არ იცი? არ ვიცი, არ ვიცი, იცი. მოკლედ, ეხლა მოკლედ გეტყვი, სახელი მითხარი, სახელი შენ რა ქვია? ნაგიცა, გამიერა. კაი. ჩვენი კრისტალბეტიდან გირეკავთ, დიმიტრი ობოლაძე, მარიამ სანობა, არაფერს არ გეუბნება დარწმუნებული ვარ, შენ სახელი და გვარები. შენ მოიგე 5000 ლარი. გილოცა. შენო უცნობო ჯარისკაცო. მსოფლიოს ჩემპიონის პირველი გამარჯვება. გილოცავ, კარგად იყავი ნახვამდის აბაჰე და აბაჰო. კარგად. აისა. ჰა? ალო. 5000 ლარი მოიგეთ. უკვე გითხარით უკვე. კრისტალბეტისგან გადმოგეცემათ 5000 ლარი. ნახვამდის. თამო. ეს თავარია რომ დაგვემშვიდობა ნახე პროტოკოლი თანაზე. რა კარგად ხო ნახვამდის თან ვიღაცას მიუტარა ტელეფონი, მაგრამ გვიანი იყო. ხო, უკვე. ნუ მაინც კარგი დასაწყისი. თუმცა მთავარია რომ 5000 ლარი უკვე გავათამაშეთ, ახლა კი ჯერია რომ გავათამაშოთ 10000 ლარი. ყველა მე მეღადავება, ჩემი აი აღარ შემილია უკვე რა. ორი მთავარი სიტყვა გითხრა, გამარჯობა გითხრა, ნახვამდის გითხრა. კი ბატონო, და აქვე მოდი შევახსენოთ, რომ უკვე მიმდინარეობს სლოტების VIP ბორბალი, სადაც შეგიძლიათ 1000-ობით free spin-ი მოიგოთ. და დროა რომ ამოვიღოთ შემდეგი ნომერი. რას ერთობი ერთი რა? ახლა ამოვიგებთ შემდეგ ნომერს. გუშინ YouTube-ზე ქონდა და ვიდეო ვიღაცა მოწერა ნურსულთან ნაზარბაევს რო შეხვდი ის მოყევიო. გაუგებარია. კარგი. ანუ ასაგზი აკეთებენ აქცენტს რა. გასაგებია. ახლა ჩვენ გავათამაშებთ უკვე 10000 ლარს და გავიგებთ თუ ვინ გახდება 10000 ლარის მფლობელი. გავიგებთ, აბა არ გავიგებ. აბა ვინ არის ის იღბლიანი მსოფლიოს ჩემპიონის გამარჯვებული ნომერი 2? რამ პამ 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 რაინდანდადერო რამ პამ პამ დავიდა. მოგახსოვს ასე ხო? კი, გავითვალისწინებ. 5 7 7 9 8 9
მიდი. ბოლოს ამი ციფრი წესების თანახმად არ დავასახელეთ. შეგედოს მადლობა ხარი. ბატონ დიმიტრის, რომ შეგედოს მაძლევს ხარი. ამის თქმის უფლებას. ოსუჩენას დასახვალებას. ახლა მთავარი გათიშა? აიღო თუ გათიშა? თავიდან უნდა დავრეკოთ ყველა ვეცა ვარიანტი. გვეტყვის. თავიდან უნდა დავრეკოთ? კარგი, მეორეთად ვცდით. გაგვითიშა მე მგონი რა. წესების 5 თანახმად 7 7 9 8 9 არასალია ეს. აბა დავრეკოთ, ნახოთ დასიზავს ახლა. ვარქცალია ძალიან სუდია მეგობრებო. არა, გაითიშა, ნუ თავიდან, წავიდა წესების სხვა. თანახმად ახალდის. აღარ დავატრიალებ. სამწუხაროა, პირდაპირ სამწუხაროა. ავიღებ შემდეგ ნომერს. ვიღაცამ 10000 ლარის მოგების შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა ეს ნიშნავს, რომ სხვას გაიხსნა ახლა ბედი. იღბალი, ფორტუნა. კენის ლოგიკა. წავიდა. 5 7 7 1 0 1 აბაჰე ვერეკავთ რიგით მეორე ნომერთან, რომელსაც უნდა გვიპასუხოს. ხოლო დარეკვით ვერ მოიგებ სამთახას. გავიდა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ვძამდებით? კარგად. ჩვენც არა გვიშავს. გვიცანით თუ არა? ვერა. კრისტალბეტის გათამაშება ახალი, რომელიც დღეს დაიწყო, სოფლიოს ჩემპიონი და თქვენი ნომერი ამოვიდა ჩვენი დოლარიდან. კიდე მეორე ჯერ. არ ვიცი მე რამდენად არის და გადავირეკე? არ ვიცი მე რამდენად არის, თქვენ ყოფილიყართ იღბლიანი ადამიანი. რა მოიგეთ წინაზე? 5000 ლარი. ხოდა ეხლა რა ქვია თქვენ? კეთი. კალბატონო კეთი, ეხლა თქვენ გაორმაგდით. 10000 არის თქვენ კალბატონო კეთი. შემდეგ 20 არა გვაქვს, მაგრამ ალბათ მე მანქანის ჯერის დადგება. ძალიან იღბლიანი კალბატონი ბრძანდები და ეხლა მაშინ თქვენ მითხარით ვინ მოიგებს სოფლიოს ჩემპიონატს, იმიტომ რომ მე მგონი გაარტყავთ. არგენტინა. აუ, იყოს კაი. არა უშავს, ყველაფერი კარგად. ფინალში ბრაზილია გავიდეს და იყოს. გილოცავ. კალბატონო კეთი. ვერ მოგებას გისურვებთ კიდე. რაღაცა თქვა, მეორე? კიდე მე მირეკავთო? და კარგი ზოგი რა იღბლიანი არის თუ ხედავ. აბა, და ახლა დადგა ჯერი რომ დღეს ყველაზე იღბლიანი ადამიანის ნომერი ამოვიღოთ დოლურიდან, რადგანაც ახლა ჩვენ გავათამაშებ Toyota Prado. გამხედა პრიუსია. ვინც არ იცის ერთ-ერთ გათამაშებაში, როდესაც ვათამაშებდით Toyota იცის Prado, ყველა. თქვი Toyota Prius-ი, ასე რომ ეს ხუმრობა კვლავ ვალიდური არის, რა თქმა უნდა. პრუტი ხო იწება? ხო Toyota-ო, პრუ ხო არის? განსხვავება არის. ვაიმე. არ თქვა. ეს კიდე დავამატე უარესი ამბავი ამ ჩემ Prado-ს და Prius-ის ხუმრობას, ასე რომ ახლა გავათამაშებ ნამდვილად Toyota Prado-ს. აბა ნახოთ, ვინ არის დღეს ყველაზე ჩავყაროთ, ადამიანი, ჩავყაროთ. რომელიც თან გვიპასუხებს ტელეფონზე, აუცილებლად უნდა გვიპასუხოს, ეს გაითვალისწინეთ. ჩავყაროთ, ეს მომენტი ყველაზე მეტად მაინტერესებს ხოლმე. არა, ეხლა კარგად მიუღრევ. აი, კარგად, რო ესეთი? აი, ფორტუნა. აი, აჰა. აი. ნერვებზე თამაშობ მე მგონი. ვისი? აი ვინც ახლა გიყურებს და ეწებებიან. აი, მოდი აქა. გამარჯვებული სოფლიო ჩემპიონი დღეს მხოლოდ ერთია. ეხლა შენ არ გადამრიო, ძალიან დიდი თხოვნა იქნება კი ბატონო. ამ წვიმიანის ზაფხულის ფონზე რა. და სოფლიო ჩემპიონატის ფონზე. ცივი არა აი, ის. ცივი შენ არა. ცივა მარიამ ეხლა. ნუ ყველას ცივა. წავიდა. 5 5 0 0 0 0 ბავშვები არიან გარეთ, ჟივილხივილია. ელოდებიან ვინ მოიგებს პრიუსს კი არა და პრადოს. აბა ვნახოთ ვინ მოიგებს ახლა და გვიპასუხოს. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობას. როგორ ახართ? კარგად. ადასარევი ამბავი. თქვენ რა გქვიათ? მე ვარ დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გირეკავთ. კრისტალბეტის გათამაშება დღეს დაიწყო, სოფლიოს ჩემპიონი ესე ქვია. მოგესალმებით. მაგესალმებით. რა ქვია თქვენ? ნაზიმ. 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 გადასარევი, სად ხოვრობთ, ნაზიმ, სად ხართ?
საგარეჯო. გადასარევად საუბრობთ ქართულად, ძალიან კარგია, მიხარია. კი, ნამდვილად. მადლობა. ჩემო ნაზი, სად ხართ? სახლში ხართ? ეხლა ოჯახის წევრები არიან, ვინ არის თქვენთან ერთად? კი. არა, მარტო ვარ ეხლა სოფელში ვარ, არა მარტო რო იყო ჯობია ესეთი ამბავი უნდა გითხრა. დაჯექი ეხლა, დაჯექი. დაჯექი? კი. მოჭაღა რა. ცივი წყალის წაიდე გვერდზე და რაზე გირეკავთ? მოსაკითხ. რაღაცა რომ მოიგეთ ხო ხვდებით, მაგრამ რა კი, ეგ მივხვდი და აზი. მოკლედ, პარგვიდა ხა ის რაღაცა და გამოწვევა დროის, იმიტომ რომ პირდაპირ მინდა გაგახაროთ რა. აჰა. თქვენ მოიგეთ. უთხარი მარია. ავტომობილი Toyota Prado! Nazi, marca ხარ? Jesse! მაიცა. Nazi, მაგ ხარ Nazi? კარგი ხარ და? გაიგეთ რა მოიგეთ? კარგი ხარ და? კი, ვერ საუბრობ. მოდა არც ისაუბრო, დაკოქე და წადი. კარგად იყავი აბა ჰედა აბა, ხო? მოიგეთ გილოცავ. ჩვენ სულ მალე 4 დღეში ერთმანეთს ისევ შევხვდებით კი, ბატონო. აქვე ამავე სტუდიაში კი, და ბატონო. კიდევ 3 ადამიანს დაურეკავთ. ნახო, კარგი. კარგად გილოცავთ. აბა გილოცავ, კარგად იყავი, მოკითხო ყველა შენებს, კარგად. მადლობა დიდ. კარგად. მე მგონი თუ წესიერი კაცი. ხო, რაღაც წესიერი კაცი იყო. წავედით გემშვიდობით, აბა ჰედა აბა ხო. კარგად.